კულინარიული რუბრიკის სპონსორია გუდვილი, იტალიური ბრენდის კოპის ექსკლუზიური პარტნიორი საქართველოში. დილან შვიდობის, ლიკა. მოგესალმებით. მარტო არ არის, ლიკა პარაცელია. ძალიან ლამაზი და ძალიან არაჩვეულებრივი სტუმარი მყავს ქაბატონი ნანა. ნანა ქისიევია დიასახლისი, ჩვენი სტუმარი და ძალიან საინტერესო ამბით, ხო ლი? კი, ძალიან საინტერესო ამბით. ქაბატონი ნანა დღეს შემოგთავაზებს თავის გამორჩეულ კერძებს. მოგესალმებით ქაბატონი ნანა, მიესალმებით ჩვენს მაყურებელს. რას გვიმზადებთ, ქალბატონ ნანა, რას გვპირდებით დღეს? რა უნდა ვისწავლოთ თქვენგან? დღეს უნდა მოვამზადო ოსური, ხაბიზგინა და ჭახრაგინა. ორა კარგია თანამშრომლობა. ქაბატონი ნანა პროფესიით გახლავთ პედაგოგი, არის ახალგორიდან და დამეთანხმებით, რომ ვინ თუ არა ქაბატონი ნანა გაგვიზიარებს დღეს ნამდვილ ოსურ სამზარეულოს და გემოებს და სხვათა შორის ძალიან ხშირად გვიზიარებს სახლიდან, უბრალოდ თქვენი შვილები, ხო? შვილები. არაჩვეულებრივ გარემოს, როგორ ფუსფუსებენ სამზარეულოში, სოციალურ ქსელში და ეს სიმხიარულეც მოდის გემრიელი კერძებიდან გამომდინარე. ეს გადამდებია ხოლმე და ჩვენც ერთი სული გვაქვს. კი ბატონო, ქალბატონო ნანა, თუ შეიძლება მაყურებელს მოვუყვეთ პირველი ეტაპები, რას ვამზადებთ და შემდეგ უკვე ეტაპობრივად ყველა ჩართვაში ჩვენ გაჩვენებთ და არ გამოგაბარებთ არაფერს. პირველი რაც მე შემიძლია ვთქვა, რომ კარტოფილი უკვე იხარშება და ჭახრაგინისთვის გვაქვს უკვე ჭახლის ფოჩი, დიახ, ქინძი კამა, ყველი, არაჟანი. მეტი არაფერს არ ვუმატებ. ერბოსაც ვხედავ. ერბოს ეგ ზევიდან ზემოდან გადასასმელად აუცილებლად ერბო არის სასურველი. კი, აუცილებლად ოსურ ხაჭაპურს ყოველთვის უნდა ერბო და არა კარაქე. ჩვენ ხმარობთ ერბოს. კარგით, და რაც შეეხება ცომს, ცომში დაგჭირდება ფქვილი. ფქვილი. ეს მოვათავსე. და ამ ყველაფერს თვალის ზომით ვაკეთებ. კი, სჭირდება. არ ვიცი ესეთი პროპორციებით, მე ვიცი თვალის ზომით. გრამები თქვენ არ ხართ. გრამებით არა, ვერ ვაკეთებ. ძალიან კარგი. შემდეგ ვამატებ. შემდეგ მარილს უმატებ შუაში, ესე. კი ბატონო, მარილს გავხსნი. და საფუარის. პირდაპირ მშრალი საფუარი, ხო? კი, მშრალი საფუარი, ცოტა რძეს უზავთ. და შემდეგ თბილ წყალს და მოვუწევთ ასე. ძის ტემპერატურას აქვს მნიშვნელობა ასე დროს? თბილი უნდა იყოს, კი ბატონო. თქვენ რამდენი გქნებათ? აი ესე. აი, ხო. საკმარისი ამისთვის. კარგით, იმიტომ რომ მე გულსარცაც ვუმატებთ მარილს სავარაუდოდ, ხო? გასაგებია. მე მანამდე ყველის მომზადებაზე გადავალ და თუ შეიძლება რომ მითხრათ, ყველის პროპორციები როგორ დაგჭირდება? ჩვენ რადგან ორ სახობას ვაკეთებთ, ჭახრაგინასაც და ხაბიზგინასაც, ნახევარი დაგჭირდება ერთისთვის და ნახევარი მეორესთვის. კი ბატონო, შევურიო ერთმანეთს. კი, ორი იმას როცა ვაკეთებ, კი ბატონო. და შევურიო იმერულით და სულგუნით, ხო? კი ბატონო, მე დავიწყებ ყველის მომზადებას. უნდა შეგახსენოთ, რომ ყველი გუდვილის წარმოებაში მზადდება, არის ხარისხის ყველა სტანდარტის დაცვით, არის ლაბორატორიულად შემოწმებული და რაც მთავარია, ნედლ რძეზე არის დამზადებული, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და განსაკუთრებულ გემოს ძენს. ქაბატონო ნანა, თქვენ მე სანამ წამყვანებს გადავცემ ესტაფეტას, შეგიკითხებით, საიდან ეს სამზარეულოს სიყვარული და ესეთი გემრიელი ხელი, იმიტომ რომ ხო იგრძნობა, რომ ძალიან გემრიელად ამზადებთ. დედაჩემს გამოდიოდა ძალიან გემრიელი ხაჭაპური. ჩვენ რაიონში ალბათ არ არის ადამიანი, ვინც არ გასინჯა. ანუ ესე შემდეგ მოწვევაზე შეგვიძლია უკვე ხაჭაპურის თემით მოგიწვიოთ. აქედან გამომდინარე, იმიტომ რომ ხაჭაპურიც ესეთი უნივერსალური პროდუქტია, რომელიც არ მეგულება ადამიანი რომ არ უყვარდეს და კარგი ხაჭაპური კიდე თარდილაუთენია. აბა ვნახოთ ახლა როგორი გამოვა. პირველი შემფასებელი და პირველი შემფასებელი ყოველთვის თქვენ მეუღლეა? პირველი შემფასებელი პირველად გავაკეთე ეს ხაჭაპური 18 წლის ასაკში და მეგონა რომ დედასავით ესეთი გემრიელი გამოვიდოდა და უკვე ეს ჩემი ქმრის ოჯახში და მამამთილმა რომ მიირთვა ძალიან მოეწონა. არა და არ იყო კარგი, ახლა რომ ვფიქრობ ნამდვილად არ იყო, მაგრამ ძალიან მოეწონა, მითხრა ძალიან გემრიელი, ხო? და რომ მე სიამოვნა ეს ძალიან და ვიფიქრე რომ კიდე მეორეჯერ გავაკეთო და დედას რომ უთხარი რომ ესე გავაკეთეთო არაუშულო ესე არ კეთდებაო შენო ცომიო ძალიან სქელი გამოგივიდაო და
გულსართი უნდა იყოსო ცომის გუნდაზე მეტიო და შენ მქონდა ეთყობა ცოტაო და ძალიან სქელი მე მითხრა მოდი ახლა მე და შენ გამოვაცხოთ და გასწავლი კარგად იმიტომ გავთხოვდით 16 წლის ასაკში და ვერ მოვასწარი სწავლა სახში მაგრამ ეს უფრო ხაჭაპურის გაკეთება უფრო მერე და მერე უკვე დედას რო აღარ შეეძლო და ვეღარა ცხობ და მერე დავიწყე მე და პრაქტიკაშიც მოდის მე ხელიც გეწაფება მე უკვე ჩემი მეუღლე ასეც გავაკეთებ ყველაფერი მოწონს ყველაფერი გემრიელია და ეს სტიმულია ჩემთვის გემრიელი რომ იყოს გემრიელი სადაც არ უნდა იყოს და გემრიელი მიირთვას და რომ იტყვის რომ ძალიან გემრიელი იყო მაგრამ შენი ჯობდა ხო აი ეს ასე ვახნევებ ხოლმე მეც ჩემს მეუღლეს კი ძალიან კარგი იშვიათად უწევს სამზარეულოში ფუსფუსი მაგრამ ვამხნევებ და მართლაც რა ვქნა მე გემრიელება და რა გავაკეთო ნამდვილად ეგრე იქნება როცა სიყვარულით აკეთებ და იმით ყოველთვის გემრიელი გამოდის ასე ვფიქრობ კი, ნამდვილად ასეა, სადაც გულს ჩააქსოვ და თან კარგ პროდუქტსაც გამოიყენებ ისეთ ნატურალურს, მაშინ ყველაფერი ძალიან გემრიელი გამოდის და სწრაფად ამზადებთ, ხო? კი, მარტივად და ის ჭახრაგინით ცოტა რთული მოსამზადებელია. ხო, ეს ისეთი კერძებია, რასაც აი სულ ვფიქრობ, რომ ალბათ მე ვერ მივეკარები, თუ აი რაღაც კი გამიკეთებია, მაგრამ ანუ სულ ვფიქრობ, რომ მაინც ხო, აი ხლა ხაჭაპურს ცოტა არაფერი ისეთი არ უნდა, კარტოფილია და ყველია და რაღაც ეს ცოტა რთულია. და გულსარდზე რო ვისაუბროთ, ხო? აი გულსარდზე ეს ჭახლის ფოჩი უნდა სათითაოდ გაირეცხოს. ეს ყოველთვის ისე მაქვს ხოლმე, რომ სათითაოდ უნდა გაირეცხოს. ქინძი კამა, მე ამას ვდებ ისეთ ჯამში, რომელიც არის აი დუშფლანგს ეძახიან ხოლმე, ჩამოიწუროს ეს. და სისოლე რომ არ შეყვას, დავჭრი ამას. ამასობაში გავამშრალოთ. თუ საშუალო შეგვიძლია რომ ქაღალდის ხელსახოცით გამოვიყენოთ, ხო? ნუ სისოლე არ უყვარს ამას. კარგად გამომშრალი უნდა იყოს ეს დამუშავებული და კარგად იქვე ჩამოიწურება იმ. კი, კი ბატონო და მე შეურებ ყველს. ცოტა არაჟანს უშვები მე. ცხიმის შეგვიძლია კარაკი გავადნოთ და ის მოვასხათ და მეტი არაფერი. არაჟანი უმჯობესია ასე მე ესე ვხმარობ ხო და თუ არაჟანი არ გვექნება შეგვიძლია რაღაცა პატარა ამას წინასწარ ვჭრით ამას ასე გუნდებს რო ამოვიღებ ეს უკვე წინასწარ რო დაჭრა წყალდება ხო მე არ ვწურავ ამას ანუ ესეთი ცოცხალი უნდა იყოს ცოცხალი რო იყოს მესმის ხო ძალიან კარგია და შემდეგ უკვე რო კარგად ავზას ანუ იციან რომ დაჭრის დროს მარილს თუ მოაყრი წყალდება და გაწურვა ჭირდება და მე არ ვაყრი მარილს პირდაპირ ვჭრი და თუ მარილიანი ყველი მაქვს მაგ შემთხვევაში მარილს აღარ უმატებ. და ბოლო წუთში ურებთ ამ ყველაფერს? ბოლო წუთში უკვე გუნდები გამზადებული მაქვს და მე ვიწყებ წყობას. გასაგები ამ ეტაპს არ გამოგაპარებთ აუცილებლად გაჩვენებთ და თან მინდა გაჩვენოთ ახალი მარილი გვაქვს სამზარეულოში და მე ძალიან მიყვარს და თქვენც ალბათ იცით როგორი სასარგებლოა ჰიმალაის მარილი. ეს არის რა კარგიას ბრენდი, რომელსაც ექსკლუზიურად ხვდებით მხოლოდ Goodwill-ში. ბრენდს დაემატა ახალი მიმართულება, ჩია, ბურღული, ბრინჯით გამოგვიყენებია ამ ბრენდის და ძალიან კარგია, უნდა აღვნიშნო. და დღეს გამოვიყენებთ ამ მარილს, რომელიც ცომშიც გამოვიყენეთ და რა თქმა უნდა, გულსარდშიც გამოვიყენებთ. მე ვასრულებ პრინციპში ყველის გახეხვას და შემიძლია სხვა რაღაცებშიც დაგეხმაროთ, რასაც დამავალებთ. სიამოვნებით ვისწავლით თქვენგან დღეს ამ კერძებს. მაშინ ლიკ იცი რა გავაკეთოთ, ჩვენ ცოტა ხნით დაგემშვიდობებით მე და სალომე. გადავალთ ლაშა რამაზაშვილი შემოგვერდა და სპორტის ამბებს გავიგებთ. მანამდე თქვენი იფუსფუსეთ და მე ისევ დაგიბრუნდებით. რა თქმა უნდა დაგიბრუნდებით ოღონდ. გელოდებით ისევ. მნიშვნელოვან ეტაპზე. კულინარიული რუბრიკის სპონსორია Goodwill. იტალიური ბრენდის კოპის ექსკლუზიური პარტნიორი საქართველოში. დილამშვიდობისა კიდევ ერთხელ დაგიბრუნდით ნამდვილად არჩილ მართალი ბრძანდებით არაჩვეულებრივ სტუმართან ერთად სოხუმი და ახალგორი სტუდიაშია შესაბამისად ჩვენი ხაბიზგინებით უკვე ნელ-ნელა დასასრულისკენ არის მაგრამ არ გვინდოდა რომ მაყურებლისთვის არც ერთი ეტაპი გამოგვეპარებინა შესაბამისად ქალბატონო ნანა მოუყვეთ მაყურებელს რა ეტაპები გამოვიარეთ აქამდე და ჩვენც გამოვეცანი. კი ბატონო. ჭახლის ფოჩი დავჭერე.
კარტოფილით, გავამზადეთ მწვანილი, ქინძი და კამა ერთად. რომელიც უნდა ალბათ შევურიოთ. შევურიოთ, თან შევურიოთ, თან ვილაპარაკოთ. კი ბატონო, მე თქვენ ისაუბრეთ, მე გავაკეთებ. არაჟანსაც ხედავ უკვე ბატონო, კი. დიახ. ნახევარი ეს. აქვე გახეხილი სულგუნი და იმერული და აქვე შეგახსენებთ, რომ ჩვენ გუდვილის წარმოების იმერულ ყველს ვიყენებთ. ყველი მზადდება ხარისხის ყველა სტანდარტის დაცვით, არის ლაბორატორიულად შემოწმებული და რაც მთავარია, არის ნედლ რძეზე დამზადებული. შევურევთ ნახევარს, იმიტომ რომ ნახევარი უნდა შევურიოთ კარტოფილს, მოხარშულს. კიდევ რას ვამატებთ? კი, ვამატებ. კიდევ რას ვამატებთ? არაჟა. შეიძლება ჩაგეკითხოთ, ეს თანაბარი რაოდენობის უნდა იყოს, მაგალითად ხალი და ყვები? თუ შეიძლება რომელიმე უფრო მეტად. უფრო უკეთესი იქნება. ყველი მეტი. კი. კეთილი კი ბატონო, ახლა ამატებთ ამას. არაჟანს. აბა რამდენი ორი კოლზი? კოლზი ეს ცოტა ამასა და ორი კოლზი საკმარისია. კოლზი. აი არაჟანს რატო ვამატებთ? ცხიმის გამო და თუ არაჟანი არ გვაქვს, შეგვიძლია გავადნოთ კარაქი და ის უყოთ. გასაგებია. ან ბოლოს მაინც გემოვნებაზე მივდივართ. ვის რა მოწონს? და როგორი გემო კი ურჩევთ? ბატონო, ცოტა მეტი ყველი მომინდებოდა მეც და უმეტესობას თქვენ ცოტა მეტი ყველი, ჩვენი დამეთანხმებით, ხო? პროდიუსერის არ იყოს და ჩემიც შემთხვევა ამ შემთხვევაში უმეტესად ყველი ძირითადად ყველი ძალიან კარგი გვაქვს და დააკვანი დავაკლებთ. ნამდვილად. მწვანილიც ხედავთ როგორი ცინცხალია, იმიტომ რომ ხილბოსტნეული ასევე გვაქვს გუდვილიდან, რომელიც ადგილზე მოწმდება გუდვილის ლაბორატორიაში და მხოლოდ შემდეგ ხდება დახლებზე და შესაბამისად ჩვენ ძალიან ვენდობით სახლშიც და ამ სამზარეულოშიც გუდვილის ბოსტნეულს. რაც შეეხება ცომს, თუ შეიძლება მაყურებელსაც რო ვუთხრათ, გამოვიყენეთ ფქვილი, ცოტა საფუარი, მარილი, რძე და დავამატეთ ზეითუნის ზეთი, დაახლოებით 40 წუთი დაგვჭირდა ცომის ამოსასვლელად და თქვენ უკვე გუნდები გაქვთ მზად. მე ახლა ამას დავამატებ. კი. ცოტა კიდე დავამატეთ რომ კარგდეს ყველი ცოტა. კი ბატონო. ხომის ამოყვანას ხომ არ აქვს რაღაც განსაკუთრებული ტექნიკა, თქვენებური? არა. ჩაოლებრივად სიტყვაში ამოყვავს, ხო? ზოგ იმიტომ სიტყვაში სურჩევია ზოგსი. არა, სიტყვაში რომ მალე ამოვიდეს სიტყვა, კი. უნდა კაი გოგო ხალხს უნდა კეთილით. მარილს არ ვამატებ და რა იცით რა მე ხმად რასაც უყურებ ცოტა მწვანილი უფრო მეტია. ანუ სიმწვანეს უფრო მეწხედავ და თუ შეიძლება თეთრი უფრო ჭარბობდეს რა. არა, არის მე მგონი საკმარისია ქაბატონანა თქვენ რას ქაბატონანა მიშველეთ. კი ბატონო. ქაბატონანა კიდევ მოგვიყევით სახში როგორ აცხობთ ესე თქვენებურად დღეს ჩვენ ღუმელს გამოვიყენებთ და საცხობ ლანგარზე გადავიდეთ თუ ღუმელი არ გვაქვს და რაღაც შეგვიძლია ტაფაზე კი ტაფაზე თუ ჯის ტაფაზე ცხება ძალიან კარგი და მაქვს დიდი ტაფა ეს ოსური ეს სპეციალურად საცხობი ტაფა ასე ვთქვა კი საცხობი ტაფა და იმაში ძალიან გემრიელი გამოდის იქ და რამეს ვუსმევთ არაფერს მშრალად კი მშრალად ვაწყობ და ზევიდან მე რო გადმოვიყევთ აუცილებლად ერბოში და ჭიპჭიპები ორივე მხარე უნდა ორივე მხარეს პირდაპირ ეს ფქვილიანი ხომ არის ცომი და ჩამოვატრიალებ კი ბატონო უსვამთ მე ერბოს ანუ გიყვართ ბევრი ერბო თუ უხდება ბევრი უხდება აჰა მეც ესე ვარ მიჩვეული და მომწონს რომ ბევრი ერბო ამას კიდე უნდა კი ბატონო ახლა თქვენ მე მინდა რომ პირიქით თქვენ მოგამდოთ რომ გიყუროთ რა ერთმანეთში უნდა კი ცოტა უნდა მოტყდეს ეს და უნდა გემოდ გავსინჯოთ მანამ თქვენ შეგიძლიათ კი დავამატოთ კარტოფილს რას ვამატებთ მხოლოდ ყველს თუ კარტოფილშიც ვამატებთ არაჟანს ყველს არაჟანს და რძეს თუ რძე არ გვექნება თავისი ნახარს თავისივე ნახარს კი ბატონო ცოტა თხელი უნდა ძირად უნდა ამის კი გუნდები უნდა გაკეთდეს ან უნდა შეიკრას ბოლოს ხო კი ბატონო ბოლოს გუნდებს გავაკეთებთ ახლა მაგას რძეც დავუმატოთ ცოტა წანილი ხო აქ გვაქვს ხაბისგინებისთვის მომზადებული გულსართი, გვაქვს მოხარშული კარტოფილი, რომელსაც დავამატეთ ცოტა რძე, ესე გავჭყლიტეთ და ახლა უნდა გადავურიოთ ისევ იგივე ყველი, სულგუნი და იმერული ერთმანეთში გახსნილი, ერთმანეთში შერეული და დავამატებთ ისევ ერთი ორ კობს არაჟანს და ეს მეორე გულსართიც გვექნება. აქ გვაქვს ახლა ჩვენ ორი გულსართი, ერთი ხაბისგინასთვის, ერთი ჭახრაგინა. კი ბატონო. და თუ შეიძლება რომ აი ერთი
უკვე დავიწყოთ რომ იცი თუ გნებთ ბაჩვენოთ მაყურებელს და მე ვეხმარები ხოლმე ლიკას და ხო თან კარგი გეხმარებით არა უკვე საკმაოდ ვისწავლებ ყავს აჰა კარგი ჩვენ ვაკეთებთ როგორ აი ეს ვაგუნდავებთ ამას ხო იმიტომ რომ მაინტერესებს იცით რა როგორც ახსენეთ ხო რომ მეტი უნდა იყოს გულსარდლი ვიდრე ცომი როგორ გამოიყურება ეს ხომ არის ამხელა ანუ ეს ცოტა მეტია მაგაზე და ამას ჩავდებთ აქ ასე აი მე რა გემრიელი დაბარაკია აუ რა ვქნა მაინც ყველაფერია ხალხო რა არ ვიცი შეიძლება ხაჭაპურის ისამ აქ მე რა ქვია სიყვარულით გამოწვეულია ეს ამბავი მაგრამ ცოტა მაინც გონია რომ ყველი დამაკმდით რა გამოვასწორებთ ახლა იმიტომ რომ პირდაპირ მოვასწოროთ დანარჩენს გავხეხავთ და სულ ვუზამთ ანუ მივდები რომ აქ ყველი აღარ დარჩება აი ეს მინდოდა გამეკო და კიდე ვიცით რა მინდოდა მეკითხა აი რა მე ისეთი ხაჭაპურთან და აი ამ კოსურ ტრადიციულ კერძებთან დაკავშირებით რამეს ისეთ ტრადიციას ხوار გაიხსენებდით ტრადიციულად ოსტებში აცხობენ სამ ხაჭაპურს სუფრასთან მიაქვთ და უნდა სუფრის უფროს კაცთან მიიტანო წინ უნდა დავდგან ეს სამი ხაჭაპური და ეს ხაჭაპური არის ჭახრაგინა ეს შერეული კარტოფილისა და მესამე არის სუფთა ყველის. ჩვენ მოვაგზავნოთ სუფთა ყველის და მე მივიდა. ბარაკიანი ხო? ამას ეძახიან დედას რო ვეკითხებოდი რომ რატომ მაინც და მაინც სამი ხაჭაპური თქო და მიგაქვთ თამადასთან, ასე ვთქვათ, სანამ არ დაილოცება, ის არ დაიჭრება, უნდა დაილოცოს, მერე იჭრებოდა, იჭრება ოსური ხაჭაპური ჯვარისებრივ, ესე როგორც ჯვარს ვიწერთ, ისე ჭრით და ასე ქვიაო, ესე მითხრა, ანუ უფალი ღმერთი, მიწა და მზე. და ეს ზედა ბოლო რომელიც იყო ეს ყველის ის უნდა ყოფილიყო მზის, ამას ეძახიან მზის ხაჭაპურს. კი ბატონო. ასე მახსოვს და არ შეიძლება. ძალიან საინტერესოა. ქალბატონი ნანა 20 წელზე მეტი მუშაობდა ახალგორის სკოლაში და ძალიან საინტერესო გამოცდილებას უზიარებდა დარწმუნებული ვარ თავის მოსწავლეებს და მოგმდენო ჩართვებში ამ ყველაფერს მოგიყვებით და თან ჩაინიშნეთ, იმიტომ რომ ყველიერია და ეს ძალიან გამოგადგება თქვენი რეცეპტები აი ამ კვირაში. მადლობა მეგობრებო თქვენ. რეკლამა მოგვიახლოვდა სასაფრთხო გავიდეთ სარეკლამო ჭრაზე, თუმცა რეკლამის შემდეგ ძალიან მაგარი ამბი და საინტერესო ამბით გიბრუნდით. ორი მარცვალი ლობიოთი, როგორ შეიძლება ჩვენს თირკმელებს პირველადი დახმარება გაუწიოთ? აი ამას გვასწავლის ჩემი საყვარელი და ჩვენი საყვარელი სტუმარი. დროებით გემშვიდობებით. კულინარიული რუბრიკის სპონსორია გუდვილი, იტალიური ბრენდის კოპის ექსკლუზიური პარტნიორი საქართველოში. დილამშვიდობის ხალხო. დილამშვიდობის სალომე ჩაერთო ამ ამბავში და ეხლა გაგახსენდათ რომ არ უნდა დაისვაროს, თუმცა ასეთი დასვლა მაინც სარგებლობა. სასიამოვნოა. მე ძალიან მიხარია და თან ვისწავლე როგორ უნდა მოვამზადოთ ხაბიზგილი. კი ბატონო. ასეთი არაჩვეულებრივი ადამიანები მყავს მრჩეველად. როგორ უნდა გავაკეთოთ, ესე იგი მოხმევა. რეკერისე რო შუაგული ცოტა მეტი ცომით იყო, სქელი და კუთხეები არის თხელი. შედარებით თხელი არის ჩვენი კუთხეები. ახლა მოვახვით როგორც ხინკალს. ხო, ის მოხმევა აბამეთი. ის ყველაფერი კი ბატონო, მეტი აღიარებითი ჩვენება გამოუშვით. თუ რამე არის სწორია, მითხარით. წადით მოგეშინია, მიდი. ამასაც დავუყურები. ესე იგი, აქ გვაქვს გულსარდში კარტოფილი, ყველი, ორნაირი შევურიეთ, სულ გვინდა იმერული, გვაქვს რძე, გვაქვს არაჟანი, ცოტა მარილით დავამატეთ და რა თქმა უნდა, ყველს ვიყენებთ გუდვილიდან. და აქვე გაცნობებთ, რომ გუდვილის ლოიალური ბარათის, გუდვილის თავაზობს მომხმარებელს ლოიალური ბარათს, რომლის შეძენაც და რომელიც ხელმისაწვდომია გუდვილის ყველა ფილიალში. და შესაბამისად ლოიალური ბარათის მფლობელებისთვის იმერული ყველი არის სპეციალური ფასად. ამას კი ბატონო, აქეთ რა ხდება ახლა? აი ამას. კაი მოწაფია. არა, აი ეს ამას ერთად ვაქროთ აქ და ესე იგი რაც ერჩა ამ ყველაფერს. აი ხა ძალიან საინტერესო ეტაპია, როგორ ანაწილებს ქალბატონი ნანა, რომ შუაში სქელი არ დარჩეს ცომი. დიახ. ასე უნდა გავანაწილოთ. ვინ საყვარელო? გაწიე ესე. კი, აი
ეცადე რომ გული არა უშავს გარფია. აი აქედან აი ეს გულიდან გადავანაწილოს და ხელი არ გამოდავდა, იმიტომ რომ აი ამ ცხელ თან ასე არა ხდება ხილი კენკრის სტილიდან ვიტამინებითაც გავიჯეროთ ორგანიზმი. ხელის უკვე გატყობინებს სადაც სქლად არის, თუნდა დავუწოთ კარგად, გავათხელოთ, კი ბატონო. ჩემი მიზანია რომ იყოს ულამაზესი ფორმა. კი ბატონო. ლიკუნა მე ჩაიწვი მზადა ამასობაში. აი, ეხლა დაიჭრება და მე ნახეთ თქვენ. კი ბატონო. ასე უნდა ჩაი. აბა რა უნდა გავაკეთოთ? შუაში უნდა გავხსნათ საჰაერო უნდა გავუკეთოთ ასე და აი ასე გავწევთ უყურეთ სქელიცომა შუაში ხო ხედავ. აჰა უნდა გამოუწევთ და სქელიცომა. არა უშავს ცოტა არა ძალიან ლამაზი გამოვიდა. ულამაზი. რა ძალიან ლამაზია. აი შუაში ჩემი ასე მოხდა მაგრამ მოდით ამაზე გადმოვიტანოთ რომ მე ახლა გადაიტანე. ახლა ამაზე გადმოვიტანოთ რომ მე მარკივად გავუშვათ გულში. აი აბა შეუფინე ხელი. ნაფოფინებია ჩვენი ხაბიზგინა. კიდე გავუშავ. კი. იცი რა ლანგარი ამ ზომის გვაქვს და აი გვერდებზე ძალიან შეგვიძლია რომ აღარ გადავიდეთ. ულამაზესი გამოვიდა. კი და ძალიან ლამაზი გამოცხვა ასევე ჩვენი ჭახრაკინაც და ხაბიზგინაც რომელსაც ზემოდან და ქვემოდანაც როგორც ქალბატონმა გითხრათ ერბო გადავუსვით და აგერ არ იჭრება მადის ახალწრელად გამოიყურება. იჭრება კიდევაც და ყველიც ჩამატებული აქვს ასე რომ აჰა წეგანდელი გათვალისწინებულია. როგორც ქალბატონმა ნანამ გითხრა 4-ად გავჭრათ ქალბატონმა არ უნდა დაატრიალოთ ეს არა ამაში თქვენ გაგვიკეთეთ და გვასწავლეთ. ჩვენ უნდა ვიტრიალოთ. ხო მაგრამ აი აქედან ესე იგი ესეც მთავარი მოდით მაშინ იცით რა ვქნათ ესე აქეთ მოვწიოთ. კი ბატონო, ესე იგი 4 მეტრად გაიჭრება. ასე ხომარეს. გადაინაცვლებს თამადასთან და თავარი სადღე გრძელობს რო დავიმოცები მერე გაიჭრება. დალოცვის შემდეგ უკვე მე შეგვიძლია რომ ჩვენს ყვების ყველა გზა ჩემთან მოდის რა ესე გადაწყდა. კი ბატონო და ასევე იჭრება კარტოფილიანი კი თუ შეიძლება ერთხელ კიდე ჩვენს მაყურებელსაც ვანახავ. აი მოდი ასე და მოდი მე მოვალ და აი შენა ჩვენი. სამწუხაროდ ხალხთქმანი გავი. არა უშავს მე მივიხმევ ამას. აი უბრალოდ შეხედეთ. 200 ლამაზია თან როგორი ჯანსაღია. და ძალიან სასარგებლოა. კი აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ რომ ძალიან გემრიელი და სასარგებლოა ესეც ხوار და სურნელი ამოვიღო ქალბატონო ნანა არა ჯერ ცოტა აკლია. სხვათა შორის ქალბატონო ნანა მომიყვა კადრს მიღმა რომ არიან ოჯახში 5 დები და შთამომავლები მხოლოდ შვილები და შვილიშვილები 59 დაიბადა 4 თვის გიორგი ყავს 59 აი წარმოგიდგენია რა მაგარია და შვილთაშვილები ჩემი შვილიშვილი 52 და ეხლა 4 თვისი შეგვიძლია თქვენი დის შვილიშვილი ეხლა დის შვილიშვილი კი ამაში არ იქნება სიძეები და რძლები არა გასაგებია შვილები და შვილიშვილები ყველას ასწავლეთ ამ ტრადიციას ყველა მის დედისგან გამისწარი და აბა ეს დახოთ აბა აი ძალიან კარგია აი მე რა კარგი ეხლა ეს არ გადავაგემოვნო ესე უნდა უყურო მარტო შეგვიძლია ეხლა ესეც და ქალბატონო ნანა ასევე თქვენი დებიც ფუსფუსებენ სამზარეულოში და უყვართ კარგად ხერხება ყველაზე კაი ხელი რომელს აქვს თითქმის ყველას არ გაწირა არავინ აი თითქმის ყველას კი ძალიან კარგია რომ თქვენმა შვილებმა გაგვაცნეს თქვენი თავი სოციალური ქსელების მეშვეობით მოკითხვას გადავცემთ თქვენს მეუღლეს რომ აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ მე მგონი რომ შვილები არიან ჩვენთან ერთად მოსულები დედა მარტო არ მოსულა და ისინი საგულშემატკივრად კადრს მიღმა ელოდებიან მათ ხო ძალიან სასიამოვნო ნამდვილად ყველაფერი მზადდება უდიდესი სიყვარულით და გულით კი ნამდვილად ხომ არ არის მზად ესეც რომ მაყურებელს ერბოს წასმა ვაჩვენოთ თუ შეიძლება მოდი ამას არ გაცლით კი ბატონო დანა დაიტოველიკა არა დანა არ მჭირდება ამ შემთხვევაში ერბოს გადასმის პროცესი შეგვიძლია რომ მაყურებელს ვაჩვენოთ აქვე წავუსვათ ეხლა და ქალბატონო მე დაგიჭერთ და თქვენ აი ის რაოდენობა გვაჩვენეთ რა არის ის რაოდენობა რომელიც სჭირდება
ზემოდან გადასასმელად და სადაც გადმოვიღებთ, იქაც ქვეშ უნდა იყოს წასმული ერბოთი, ხო? წავუსვათ ერბო. ერბო უხდება ძალიან ოსურ ხაჭაპურს. რაც უფრო მეტია, კარგია. და თუ კარაკი არაა, კარაკი შეიძლება ცოტა წყალი იყოს, უფრო სითხე იყოს და ამიტომ უფრო ერბო. ხო, სულ ერბოს ხმარობთ, კარაკს არ ხმარობთ ჩვენ, არ ვიყენებთ კარაკს და ერბო უფრო გემრიელია, მე ესეც ფიქრობ, ჩემი აზრით. უფრო ხო ნოტიოც არის, სინოტივეს არ აქვს და დაიჭრება, აი ამას იქნება უკვე წელვადობა. აი ესე მზესავით ხაბის გინა მოვირგი აქ. შეგვიძლია, უბრალოდ ეხლა ეს ცოტა მთელი ამბავია ეთერში ამის გაკეთება, თუმცა შეგვიძლია რომ ვცადოთ, მოდით აი ამ ფიცარზე გადმოვიტანოთ და არჩილ შენ თუ შეიძლება დანა მოგვაშველე მე ამას აგაცლით და ამას მე ჩავდებ ისე უკან. ისე და იცით რა ის გადმოვდოთ ცოტა ხანი რომ მისი ტრიალი იყოს მე რა შევდგათ მოვასწრებთ ამას თქვენ დაჭერით თქვენი ხელით ისევ ასე ეს მოდი თქვენ გაჭერით მოდი თქვენ ამ შემთხვევაში მე აღარ მივიღებ მონაწილე ხო აჰა ჯვარიც გამოგვივიდა არ ვატრიალებთ რაც თავარია ის პრინციპი ყველა რეცეპტორი დახსნილია ესე იგი ხო ძალიან არომატულია მე ვეღარ იტევს მადლობა ქალბატონ ნანას დიდი მადლობა ლიკა შენ სალომკა დიდი მადლობა შენ ძალიან დიდი მადლობა აი ეხლა ბედნიერი და წარმატებული ყველას მადლობა ვინც იყავით ჩვენთან ერთად მთელი დილის განმავლობაში და აი ასე გემრიალად გემშვიდობებით ნახვამდის დროებით ხვალდილას ისევ შევხვდებით ერთმანეთს აბა კულინარიული რუბრიკის სპონსორია Goodwill, იტალიური ბრენდის კოპის ექსკლუზიური პარტნიორი საქართველოში.